მადლობა აი ამ სივრცისთვის და ასეთი ასე ვთქვათ შეხვედრების შესაძლებლობისთვის გიგაზე დანიას რექტორს ილიას უნივერსიტეტის რექტორს ქალბატონ ნატალია ფალჭრელიძეს თეატრის დირექტორს რომ ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა ძალიან საინტერესო ძალიან კარგ სივრცეში შევხვდეთ ერთმანეთს კარგ სივრცეში პოეზიისთვის ვთქვათ მნიშვნელოვან სივრცეში იმიტომ რომ გვინდა არ გვინდა როდესაც ვიხსენებთ წარსულს ასე ვთქვათ ყველაფერს თავისი წარსული აქვს და ბუნებრივია პოეზიასაც თავისი წარსული აქვს გვინდა არ გვინდა გვიჩნდება აზრი რომ პოეზია თავის ადგილს უბრუნდება როდესაც ის თეატრშია როდესაც ის სცენაზეა იმიტომ რომ პირველი პოეტური ტექსტები ის რაც ისტორიამ შემოგვინახა ის რაც ისტორიიდან ვიცით სწორედ ბერძნულ დრამას განეკუთვნება და ვთქვათ განასახიერებენ პოეტურ ტექსტებს ჭეშმარიტ პოეტურ ტექსტებს ვიცით ჩვენ როდესაც ვიცით საუბარს პოეზიაზე პოეზიის სახლში დაბრუნებას და ეხლა აქ ვდგავარ ეს გამახსენდა პირველი უნდა შევეხოთ შეუძლებელი არ შევეხოთ ბერძნულ კულტურას ძველ ბერძნულ კულტურას ამ ჭეშმარიტად სიტყვის კულტურას შეიძლება ფერიც თქვათ პლასტიკაც თქვათ მოძრაობაც თქვათ და ბევრი რამ მაგრამ სიტყვასთან მიმართებაში ელინური კულტურა ნამდვილად ვთქვათ მნიშვნელოვანია საინტერესოა და კვლევისთვის და ფიქრისთვის ძალიან დიდი სივრცეა ჩვენ არ შეიძლება არ გავიხსენოთ ორფეოსი ის ადამიანი ის პერსონაჟი მითოსისა რომელიც განასახიერებს ვთქვათ პირველ პოეტს მაგრამ ნუ პოეტი ერთად არის რაც უფრო წარსულში მივდივართ ხელოვნება ასეთი დიფერენცირებული არ არის უფრო მეგობრებო ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ ორფეოსი მოიხსენიოთ თანამედროვე გაგებით როგორც კარგი შემსრულებელი ლირაზე კარგი ასე ვთქვათ შემსრულებელი მომღერალი და ამავე დროს პოეტი და ტექსტების ავტორი აი თანამედროვე გაგებით სამ ასე ვთქვათ ხელოვნებას აერთიანებს ის არის მუსიკოსი არა მანანა ხო სწორს ვამბობ ხო მუსიკოსი მომღერალი თქმელი დეკლამატორი და ამავე დროს ტექსტების ავტორი პოეტი და კომპოზიტორიც ამავე დროს იმიტომ რასაც ის უკრავს ის არის საავტორო ხელოვნება მისი შეუძლებელი არ გავიხსენოთ ორფეოსი როგორც ჩვენს მითოსურ მეხსიერებაში მყოფი პოეტი რომელიც ამბობს ასრულებს პოეტურ ტექსტებს ძალიან საინტერესოა უბრალოდ მეგობრებო რომ აი ეს პოეტური ტექსტები რასაც თავად მითი გვეუბნება არ არის მხოლოდ წმინდა ლირიული ფუნქციების მქონე მხოლოდ სასიყვარულო ფუნქციების და ლირიული ასე ვთქვათ ფუნქციების მქონე არ არის რადგან მას ეძახიან სხვადასხვა მიწებზე იქით თრაკიაში აქეთ ჩtildeოეთ საბერძნეთში ახლა რომ თესალონიკის მხარეა ქვემოთ სადაც გვალვებია ეძახიან მას იმისთვის რომ მან თავისი პოეტური შემოქმედებით თავისი მუსიკალური შემოქმედებით პოეტური შემოქმედებით ვთქვათ გარკვეული მიწები და შესაბამისად ადამიანები გადაარჩინოს გვალვისაგან სადაც ხშირი წვიმა იქ მოვიდეს წვიმა როდესაც ის აპოლონის მიერ ნაჩუქარი ვთქვათ მუსიკალური ინსტრუმენტით და ეს ძალიან მნიშვნელოვანია მას ჩვენ ეს დავიმახსოვროთ რადგან ეს მომავალში გამოგვადგება სწორედ ეს ლირა ეს ერთგვარი ქნარი ეს ინსტრუმენტი რომელიც აპოლონი უკრავს რომელიც მას ღმერთებისგან აქვს უშუალოდ აპოლონისგან აქვს მას ბოძებული აი ამ საკრავით ის როდესაც უკრავს შვიდდებიან ცხოველები მასთან ძალიან ახლოს მოდიან ხეები ჩიტები შეუძლებელი აქ ქართული ზღაპრები არ გაგვახსენდეს და ზღაპრები ზოგადად ზღაპრები არ გაგვახსენდეს სადაც ასე ვთქვათ დევები გველეშაპები ტირიან როდესაც ადამიანი მღერის უკრავს და როდესაც ის თავის შემოქმედებით ასე
ვთქვათ, წარდგება, რომელიმე ასე ვთქვათ, ინფერნალური ან ცხოველური არსების წინაშე, რომელიც რაიმეს იცავს. რაიმე განს. შვიდდებიან ცხოველთა სამყარო, მთელი ფლორა და ფაუნა, ასე ვთქვათ, მიისწრაფის ორფეოსის არის. ანუ მას აქვს რაღაცა მნიშვნელოვანი ცოდნა, მნიშვნელოვანი ხელოვნება, მოდი ასე ვთქვათ, ეს არის დაუფლებული ისეთ ხელოვნებას, რომლის ცოდნაც და რომლის ენაც ძალიან ფუნქციურია და გასაგებია არა მარტო ადამიანებისათვის, არამედ მცენარეული სამყაროსათვის, რომელიც მითოსურ სამყაროში თვითონ მეგობრებო, ცოცხალია, ჩვენთვის ის აბსოლუტურად მტარია, ხო? დღეს როგორც ჩვენ ვთქვათ, მცენარეულ სამყაროს ჩვენს ეკოსისტემას ვექცევით, ნამდვილად ამ სიტყვის გაგებით დეჰუმანიზირებულნი ვართ და დემითოლოგიზირებულნი ამ სიტყვის ყველაზე ცუდი გაგებით, იმიტომ რომ ვერ აღვიქოთ იმ სიცოცხლეს, რასაც ძველი ადამიანი განსჭრედა ცოცხალი ბუნების მიღმა. აი ეს ენა იცოდა მან, ანუ პოეზია იმთავითვე ორფეოსთან მიმართებაში ძველი ბერძენი ადამიანისთვის განასახიერებდა არა მარტო ადამიანურ ენას, ლირიულ ენას, სიყვარულის ენას, არა მხოლოდ ასე ვთქვათ, ადამიანის ავტონომიური გრძნობების სფეროს, არამედ ეს ენა გაგებული იყო, აღქმული იყო ღმერთების მიერ, სცენარეების მიერ, ცხოველების მიერ, ადამიანების მიერ, ნიმფების მიერ, დემონების მიერ, ჰადესის მიერ, პერსეფონას მიერ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ანუ ამ ენის გაგება ხდებოდა მრავალმხრივ. ეს არ იყო ლოკალიზებული საკუთრივ ადამიანურ სფეროში. ნუ ეხლა დღევანდელ რეალობას თუ მივაქცევთ ყურადღებას, თუ როგორი არის ასე ვთქვათ, პოეზია და მისი საზღვრები, მაშინ შეიძლება ჩავთვალოთ, რომ არათუ ცხოველებს და ჩიტებს, არამედ საკუთრივ ადამიანებსაც აღარ ესმით ამ ენის იმდენად ასე ვთქვათ, პატარავდება ის გეოგრაფია და ის სივრცე, რასაც ოდესღაც მოიცავდა პოეზია. ბერძნულ მითოსში ძალიან საინტერესოა ის, რომ ერთი ძალიან უცნაური რამ ახასიათებს ბერძნულ მითოს, ზოგადად მითოს, რომ ღმერთები დაჯილდოებულნი არიან ადამიანური უნარებით, ადამიანური ასე ვთქვათ, თვისებებით, ეჭვიანობებით, ბრაზით, ზიზღით და ადამიანები ხშირად ღვთაებრივი უნარებით არიან ახსავსეთ. საკმარისია გავიხსენოთ ბერძნული ასე ვთქვათ მითის გმირები, მაგრამ ჰერაკლე გავიხსენოთ და ის ბევრად ღვთაებრივია, ვიდრე მაგალითად ჰერა, რომელიც იქცევა უკანასკნელი ეჭვიანი ქალით. მას უფლება აქვს, იმიტომ რომ ზევსის ცოლი. აი ეს ერთგვარი ტრანსფერი, სადაც ღმერთები ადამიანურები არიან, ამ სიტყვის, ასე ვთქვათ, ძალიან ბუნებრივი, ძალიან პირდაპირი გაგებით და ადამიანები, ღვთაებრივები და მათი სურვილი განღმრთობისა ძალიან დიდია და მთელი დრამა ბერძნული მითოსია სწორედ ამაში მდგომარეობს. საკმარისია გავიხსენოთ ოდისევსი, როგორ იწყება საერთოდ. ოდისეა სწორედ ამ სურვილით, ამ განღმრთობის ერთგვარი თეურგიის სურვილით იწყება, ხომ ის უტოლდება ღმერთებს და სწორედ პოსეიდონის სასჯელია, პოსეიდონის სასჯელს მოყვება მთელი ოდისეა. როგორ უნდა გაართვას მან თავი ამ ზღვის ღმერთის სასჯელს. და ეს სასჯელი მოსდევს სწორედ მისი განღმრთობის, მისი ღმერთკაცობის სურვილს. ძალიან საინტერესოა, რომ ადამიანის განღმრთობის და ღმერთის განკაცების იდეა სწორედ საბერძნეთში, ბერძნულ მითოსში ესე ხვდება და უყურებთ იმ ტერიტორიას, ბერძნული მითოსი არის ერთგვარი ტერიტორია, სადაც ადამიანი მიისწრაფებს ღმერთისკენ და ღმერთი ადამიანისკენ. საბოლოო ჯამში ჩვენ უკვე საუკუნეთა მიჯნაზე, გზაგასაყარზე, ანუ ჩვენი წელთაღრიცხვის რიცხვის დასაწყისში ჩვენ ამას ვნახავთ პირდაპირ მნიშვნელობით, როდესაც ქრისტიანობა ღმერთს გამოაცხადებს განკაცებულად და იოანეს სახარება დაიწყება ასე, რომ და სიტყვა გახდა ხორცი. ანუ განსხეული.
ის რამაც შექმნა სამყარო, თავდაპირველად იყო სიტყვა და სიტყვის მიერ შეიქმნა სამყარო და სიტყვის გარეშე არაფერი შექმნილა, თვინიერ მის არც ერთი რაოდენი რამე იქმნა, რაოდენი რამე იქმნა, ხო? და აი ეს სამყაროს შემოქმედი დემიურგი ხდება ადამიანი. ხდება სხეულად ჩამოდის. მას აცხადებს ქრისტიანობა იოანეს სახარების, ასე ვთქვათ, პირველი მუხლების მეშვეობით. თუმცა ეს ყველაფერი მზადდება, საინტერესოდ მზადდება და საცნაურდება და ჩანს ბერძნულ მითოში. სწორედ ბერძნული მითის პერსონაჟებით, როგორც ადამიანების, ისე ღმერთების სახით. მათი, ასე ვთქვათ, მუდმივი განკაცების სახით, ზევსის მუდმივი ადამიანად ყოფნის სურვილით. ხან ვის სახეს მიიღებს, ხან ვის აწვენებს, ხან ვის. აქ სხვა რაღაცებია, მაგრამ ისინი მიესწრაფვიან ადამიანურ სახეს, ხოლო ადამიანები ხარობს. აი ორფეოსით ჩვენ შეგვიძლია დავინახოთ როგორც ადამიანი, რომელსაც აქვს ღვთაებრივი უნარი. რომლის ხმაც, რომლის სიტყვაც, რომლის მელოსიც ესმით ღმერთებს, ესმის მთელ უნივერსუმს, ესმის მთელ ცოცხალ სამყაროს. და მე მინდა კიდევ ხაზი გავუსვა იმას, რომ ჩვენი სამყაროსგან განსხვავებით, სადაც ჩვენ ვართ ცოცხლები, ხოლოდ და სხვას არაფერს არ ვაღიარებთ ცოცხლად, გარდა ჩვენი თავისა, ხანდახან ჩვენ თავსაც არ ვაღიარებთ. ძველი ბერძნული სამყარო, ძველი ბერძენი ადამიანისთვის მთელი გარე სამყარო იყო ცოცხალი. იყო მშვინვიერი და მსუნთქავი. წარმოიდგინეთ, ძვირფასო მეგობრებო, ჩვენ როდესაც ვამბობთ სიტყვას ბუნება, ძველი ბერძენი ადამიანისთვის ეს სიტყვა ძალიან აბსტრაქტული და მშრალი, ხო? ბუნება. არაფერს არ გამოხატავს. მათთვის ეს იყო პერსეფონე. დემეტრა პერსეფონე. ანუ მას სახელი ჰქონდა, ყველაფერს ჰქონდა სახელი. და მთელი ბერძნული პოლითეიზმი, მთელი ბერძნული მრავალღმერთიანობა და მთელი ბერძნული, ასე ვთქვათ, ოლიმპო გაიგება სწორედ ბერძენი ადამიანის, ასე ვთქვათ, კულტუროლოგიური და მენტალური ლანდშაფტები. იმიტომ რომ მისთვის ყველაფერი ცოცხალია. შეუძლებელია ამ სიცოცხლის მიღმა არ დავინახოთ მრავალფეროვნება, მრავალღმერთიანობა, მრავალი საწყისი. აი მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ და ვუბრუნდები ამას, სწორედ ამ მრავალფეროვნებას ესაუბრება და ამ მრავალფეროვნების ენა იცის ჩვენთვის, ასე ვთქვათ, პირველმა პოეტმა, მითოსის პერსონაჟმა, სადაც პერსონაჟი მითოსში არის პოეტი. ძალიან საინტერესო, ხო? აი, მაგალითად, პატარა გადახვევას გავაკეთებ. აი, ეგეთი ინტელექტუალური გმირი, როგორც ორფეოსი, ინტელექტუალური გმირი, ფაუსტამდე არ გამოჩნდება ძვირფასო მეგობრებო. ან მეფეები არიან, ან ჰამლეტები არიან, ან ისინი არიან, რა ქვია, ოდისევსი მეფეა, ბერძნულ დრამას თუ გავიხსენებთ, ხო? ოიდიპოსი მეფეა, მაგრამ მან ამის შესახებ არ იცის და მიაღწევს საბოლოო ჯამში თავის მეფობას, რის ფასად ეს ჩვენ ძალიან კარგად ვიცით. მაგრამ აი ესეთი ინტელექტუალური გმირი ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ფაუსტამდე, რომელიც არ გვახსოვს, ან ფაუსტის ტრაგედია ეს ინტელექტუალური დრამაა. ანუ ეს დრამა ხდება მის სააზროვნო სივრცეში, ხო? ის არც მეფეა, არც მეფის შვილია, არც ჰამლეტია, არც ოტელოა, არც რაღაც მეფის კარზე მომხდარ ინტრიგებში გახვეული პერსონაჟია, არამედ ეს არის ინტელექტუალურად გაორებული თანამედროვე ადამიანის პროფესორზე მომუშავე ადამიანის დრამა. ან ჩვენ ფაუსტიდან ვიღებთ თანამედროვე ადამიანის დრამას. აი ასეთი ძალიან მძიმე იქნება მათი შედარება, მაგრამ ასეთი მითოსში, ასეთი ინტელექტუალური გმირი თუ ჩვენ ისე მოვიძიეთ, ყველაზე შემოქმედებითი ინტელექტუალური სწორედ ორფეოსი. იმიტომ რომ ის ჭირდებათ როგორც მოაზროვნე, ის ჭირდებათ როგორც შემოქმედი და მას ეძახიან სხვა სოფელში, მიწებზე, ადგილებზე, რათა მან იმღეროს. აი ძირფოს მეგობრებო, ძალიან საინტერესო სცენაა, როდესაც ორფეოსი, ასე ვთქვათ, ყველა ახალგაზრდა შეყვარებულს ალბათ წარმოუდგენია ასეთი სცენა, როგორც ასე ვთქვათ, საკუთარ თავზე, ასევე საკუთარ შეყვარებულს, ხო? ძალიან ესეთი ჰიპური სცენაა, როდესაც ორფეოსი უკრავს თავის ინსტრუმენტზე, ხოლო მისი შეყვარებული ევრიდიკე, რომელიც არის ტყის ნიმფა, ადამიანს არ არის რაღაც მშვენიერი, ღვთაებრივი არსებაა, რომელიც არის დინარის ღმერთის ხალწული ამავე დროს, სხვადასხვა ვერსიები არის შორს წარუმას, ყველა სხვადასხვა ავტორს სხვადასხვა ასე ვთქვათ ვარიანტი აქვს მის წარმოშობის.
და ის აგროვებს ყვავილებს. და ორფეოსი უკრავს. აი რაღაცა ის არის. წარმოიდგინეთ. ჩვენთან რომ არის ხოლმე რა ქვია, open air-ი რო არის იმაზე რა ქვია. აქვია მას ტიკეტში? ხო, ეხლა ის სიტყვაზე რო დაიწყო მაშინ ტიკეტში იყო ხოლმე და ბევრ გოგონას ხედავდი გვირილებით თავს შემოსილს, შულს შემოსილს და ბიჭებს გიტარით ხელში, ხო? აი დაახლოებით ასეთი სცენა. წარმოიდგინეთ და ის თავის რაღაც შვენიერებას, თავის რაღაცა სულის გამოზახილ ევრიდიკეს უმღერის და ევრიდიკეც ბედნიერი, რომელიც ცხოვრობს ორფეოსის სიმღერაში, მის ლექსში ცხოვრობს ფაქტიურად და დადის და ის სამყაროს ბერძნული მითოსის სამყარო ასეთი პოეტური ტექსტს გავს ის. შვენიერ პოეტურ ტექსტს გავს. გარესამყარო. და ამ დროს არესტეოსი, ეს არის ერთ-ერთი ვერსიით არესტეოსი არის აპოლონის შვილი, თუ ვიფასო მეგობრებო ორფეოსი არის, ასე ვთქვათ, არჩეული აპოლონისა, მისი ფიზიკური შვილი, ასე ვთქვათ, არესტეოსი მოსდევს ნებით ახსნილი, რა მოჰკრავს თვალს. ოღონდ ეს ვირგილიუსთან ხდება, რა მოჰკრავს თვალს. აი ამ ყვავილების მკრეფა ევრიდიკეს გამოედევნება ნებით. სხვა ვერსიაშია რომ მას მოეჩვენა ვიღაც არსება და გამოიქცა ორფეოსისაკენ და გამოიქცევა თუ არა ორფეოსისაკენ ის ნახეთ უმალ გაგვახსენდება შესაქმე ადამ და ევას ამბავი ის გველის ასე ვთქვათ ბუდე თუ რა ქვია იმას დააბიჯებს ფეხს და ის ხუსლზე შემოეხვევა და უკრავს და ხედავს ორფეოსს უკვე ხედავს შავ ფრთებს რომელსაც მიჰყავს სული ევრიდიკესი ჰადესში და აქედან იწყება საკაცობრიო დრამა. თუ შესაქმეში გველი არის, ევა არის, სტუნება არის, ასე შემდეგ აქ პირდაპირ სიკვდილი მოხვდება. პირდაპირ ევრიდიკეს სიკვდილი მოხვდება გველის კბენას და მისი ჰადესში ჩასვლა და ორფეოსის მარტო დარჩენა. სულიად მარტო დარჩენილი ორფეოსი, რომელიც იწყებს თავის განგმირალ და სევდიან პოეტურ დეკლამაციებს. და ეს ამ დეკლამაციებით, ამ სიმღერით ვთქვათ, გაჯერებულია მთელი საბერძნეთი, ხო? და ნუ მოკლედ ის ეძებს თავის ევრიდიკეს და ბოლოს ჩადის ის ჰადესში და ჰადესში მისი შემოქმედება ფასდება და პერსეფონე და ჰადესი უგუნებენ მას ევრიდიკეს ერთი პირობით, რომ ის უკან არ გამოიხედოს, სანამ არ გავა დღის შუქზე. ეხლა მთელი ჩვენ თუ გავიხსენებთ შუა საუკუნეების ფერმწერას რენესანსიდან მოყოლებული პრერაფაელიტებამდე ეს თემა არის ძალიან მნიშვნელოვანი. ძალიან ბევრი ფერწერული ტილოა, როგორ მოხავს ორფეოს ჰადესიდან პერსეფონე. ჰადესის თემა ეს არის ძვირფასო მეგობრებო, ესეთი კლასიკური თემა არის. საკმარისი აი ჰადესი ქართულ ლიტერატურაში, ჰადესი პირდაპირ ეს არის ქაჯეთი. ქაჯეთში დატყვევებული ნესტანი, ეს არის ჩავთვალოთ, რომ ეს არის ჩვენი ნესტანი არის ჩვენი პერსეფონე. მიუხედავად იმისა, რომ ნესტანი ქართული სახელი არ არის, ნესტანდარი ჯანია და სანსკრიტზე და სხვა რაღაცას ნიშნავს, მაგრამ ნესტანი ჩვენ ხომ ვიცით, გამბევ ქართულ გოგონას ნესტანი ჰქვია, სამწუხაროდ ბიჭებს ტარიელებს არ არგავენ, თუ საბედნიეროდ, მაგრამ ჩვენ ვიცით ჩვენი ლიტერატურიდან რა არის ჰადესი, რა არის ქაჯეთი, ხო? სადაც არის დატყვევებული მისი სული. ეს ნახევრად, ასე ვთქვათ, ინფერნალური არსებები არიან ქაჯები, არ არიან ფიზიკური არსებები არიან თუ არ არიან ფიზიკური არსებები ეს რუსთაველში გაუკვეველი ვის ებრძვის წარმოსახვითები არიან ფიზიკური გოროტება ეს გაუგებარი. აი ეს ესევე ამ შემთხვევაში ტარიელი არის ჩათვალეთ რომ ტარიელი არის პოეტი. აი რამდენი ასე ვთქვათ რამდენი სტილის ხო ეპისტოლაში ტარიელი ძალიან სუცრემლად იღურება ხო? აი ძვირფასო მეგობრებო ორფეოსიც ეს არის ცრემლად დაღურილი ტარიელი, ოღონდ ამ ცრემლებს მოხვდება ლექსი. თუ რუსთაველი ამბობს ტარიელის მაგივრად ლექსს ამ შემთხვევაში ჩვენი ორფეოსი, აქ პირდაპირ ორფეოსი არის ეს ადამიანი, რომელიც თავის ლირაზე სწუხს და გოდებს. აი შესმენილი იქნება ასე ვთქვათ ეს გოდება და მაგრამ ის ვერ გაუძლებს თავის სტუნებას და ის გამოიხედს სტუნების თორე აქ არის ის გაიხედება უკან. შეხედავს თავის სატრფოს, თავის ძოლს, რაღაც სატრფოს, სამუდამოდ დაჰკარგავს მას.
ვეფხისტყაოსნის განსხვავებით კარგავს თვითონ მეგობრებო ორფეოსი ევრიდიკეს და აი ეს მისი მშვენიერი ევრიდიკე სამუდამოდ დაკარგულია. ნუ სხვა ვერსიები აქვს ამთან დაკავშირებით, რომ მას იმდენად აიცრუა ქალისადმი სიყვარულზე ორფეოსმა, რომ მან მიმართა ახალგაზრდა ბიჭების სიყვარულზე, ეს ვერსიაც არის ძალიან საინტერესო ტილო ჯურერისა, სადაც ამათრახებენ ისიც, რომ მენადები ამათრახებენ და მენადებს შეეწირება ორფეოსი. ეს ძალიან საინტერესოა თუ შევხედავთ ამ ორფეოსის სიკვდილს თუ შევხედავთ იმ გაგებით როგორ აღიქვამდა ძველი სამყარო პოეზიას და როგორ აღიქვამთ ჩვენ. დიახ, ეს იყო ამაღლებული სიყვარული, ეს იყო ღვთაებრივი სიყვარული, ეს იყო დიდი სიყვარული და ადამიანი რომელსაც ეძახდნენ ძვირფასო მეგობრებო ხორბლის მოსაყვანად, ხორბალი ნაკლებად, ზეთისხილის, ვაზის, ასე ვთქვათ, ამინდის გამოსასწორებლად მის პოეზიას უნდა მოეყვანათ საჭირო ამინდი. ხო? ის რასაც ამბობდა ლექსში, ეს არ იყო პიროვნული. ეს არ იყო მხოლოდ მისი პირად გამოცდილებაზე დამყარებული ტექსტი. ეს იყო ღვთაებრივი ტექსტი. და დიდი მეხსიერების მატარებელი ტექსტი. ანუ ლიტერატურა და პოეზია ამ შემთხვევაში როგორც არა ერთის კონკრეტული ადამიანის მეხსიერება, არამედ მრავალთა მეხსიერება. აი ამ მეხსიერებას ატარებდა ორფეოსი. ის არ იყო საკუთარ პირად გამოცდილებაზე დამყარებული, ვთქვათ, დამოკიდებული პოეტი, ხო? და პოეტი შეუძლებელია რომ იყოს მხოლოდ თავისი დაბადებიდან, აი ახლა რამხელაც არის, ან რამდენი წლისაც გარდაიცვალა, რამხელაც იყო, მხოლოდ ამ მეხსიერების მატარებელი. მასში ყოველთვის საინტერესოა არა მარტო მისი პირადული, არამედ ის, რაც ეხება მთელ კაცობრიობას. რაშიც ვეტევით ჩვენ, რასთანაც ჩვენ გვიჩნდება იდენტობა. რასთანაც უჩნდებათ სხვადასხვა ერის, სხვადასხვა სქესის, სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენლებს, ხო? სხვადასხვა ეპოქებს უჩნდებათ. აი მაგალითად, ჰომეროსისადმი იდენტობა უჩნდება და ასე ვთქვათ, გარკვეული განცდები და შემოქმედებითი აღტაცება ადამიანებს რამდენი საუკუნე გავიდა. არა ერთი ათეული საუკუნე გავიდა და ჩვენ ჰომეროსი აღვაფრთოვანებს. აღვაფრთოვანებს არა მარტო ქართველებს, მართლმადიდებლებს, არამედ კათოლიკებს, პროტესტანტებს, ბუდისტებს, სხვა კულტურის შვილებს. ამდენი საუკუნის განმავლობაში ასეთ განსხვავებულ ადამიანებს, განსხვავებული გემოვნების ადამიანებს, განსხვავებული მიდრეკილებების, პროფესიის და ასე შემდეგ. ანუ პოეზია გულისხმობდა არა მხოლოდ პირადულობას, არა მხოლოდ კამერულობას, საკუთარი დარდის, ასე ვთქვათ, ელემენტს, არამედ რაღაც ზოგად საკაცობრიოს, რასაც რუსთაველის ენაზე ქვია, საღმრთო და გასაღმრთო სიბრწყე. აი ძვირფასო მეგობრებო, ორფეოსი, რომელიც აი ასეთი ზოგად საკაცობრიო პოეტია, ევრიდიკეს დაკარგვის შემდეგ ხდება პერსონალური პოეტი. ანუ მისი პერსონალური დარდი, ეს პერსონალური დარდი შობს მის ლირიკას, მის ტრაგიზმს, მის დრამას. და ნახეთ მიმართავს დიონისურ რიტუალებს, დიონისურ მისტერიებს. მენადები ეს რუსულად რომაულად არიან ბაქხანკები, ხო? დიონისეს ვთქვათ სულიერი შლეიფი. ესენი არიან ნახევრად ცხოველური, გავეშებული, არაფხიზელი არსებები, რომლებიც სთხოვენ ორფეოს სიყვარულს. აი ისინი გახლეჩენ შუაზე და თავს დააკარგინებენ პირდაპირ მნიშვნელობით ორფეოს. ანუ ჩვენ შეუძლებელი არ გადვახსენდეს საქმითი ოზირისისა, სადაც ოზირის დაანაკუწებენ 12 ნაწილად თავისი ძმა ტიტნოსეთი და მთელ სამყაროს 4 კუთხით მიმოყავთავს. აი ძვირფასო მეგობრებო, ჩვენ თუ ვიტყვით რომ ევრიდიკე არის კაცობრიობის, ამ შემთხვევაში კაცობრიობა პერსონიფიცირებულია ორფეოსში და ევრიდიკე არის მისი მშვენიერი ანიმა, მისი მშვენიერი სული, მისი მკვდავი სული, რომელსაც ის კარგავს. და კარგავს ის სწორედ გველის შხამით, ხო? ამის შემდეგ ის ეძლევა გარკვეულ თრობას. ის ჩამოდის პერსონალურ ფიზიკურ სივრცეში. ის შემოდის, ვთქვათ,
დიონისეს შლეიფთან აქვს, ასე ვთქვათ, სულიერ შლეიფთან აქვს ურთიერთობა. ანუ სულიერი კატეგორიიდან ის ინაცვლებს ფიზიკურ, მიწიერ, მატერიალურ ვნების კატეგორიაში და დიონისე ის არის თრობის, ღვინის ღვთაება და პირდაპირ ხედავთ აქ ასე ვთქვათ პოეტისა და ღვინის, დიონისესა და პოეტის კავშირს, რომელიც ტრაგიკულად სრულდება პოეტისთვის. პოეტი კარგავს თავს, პირდაპირ მნიშვნელობით კარგავს თავს. ეხლა ჩვენ შეგვიძლია წარმოვიდგინოთ ორფეოსი როგორც წინარე მაგალითად იოანე ნათლისმცემელი. ჩვენ გვახსოვს იოანე ნათლისმცემელი და ჩვენ შეგვიძლია სალომე შევადაროთ აი პირდაპირ მნიშვნელობით დიონისეს შლეიფს, ხო? გარკვეულ მენადას, გარკვეულ არსებას, რომელიც თრობით, ვნებით, ცეკვით ცდილობს, ასე ვთქვათ, შეაცდინოს და წაართოს ყველაზე მნიშვნელოვანი რაც აქვს იოანე ნათლისმცემელს. აი, ჩათვალეთ, რომ თავისი ფუნქციით, თავისი შინაარსით იოანე ნათლისმცემელი წაიღოთ წარსულში, წაიღოთ ბერძნულ მითოსში ის ორფეოსი. მარც იოანე ნათლისმცემელი აქ მარცხდება, აქ კარგავს თავს. იოანე ნათლისმცემელი აქაც კარგავს სახარებაში თავს, მაგრამ ეს მისი ნებით, მისი შინაგანი დაცემით არ ხდება. ეს ძალადობით ხდება. აქაც ძალადობა ხდება ზეპოსი მეგობრებო, მაგრამ ორფეოსი უბედურია, ორფეოსი შინაგანად გახლეჩილი. და ის რაც ხდება მას შემდეგ, როდესაც ქალები ხლეჩენ პოეტს შუაზე, ეს არის უკვე ამის მატერიალური ილუსტრაცია იმისა, რაც ორფეოსში შინაგანად ხდება. იონესგან განსხვავებით, იონე როდესაც მონოლითურია, ხო, სადაც ძალიან ძლიერი. და ისიც სიტყვის მსახურია, ისიც პოეტია. ისიც ქადაგებს, ისიც მღერის, ისიც სიტყვის შემოქმედებასთან არის დაკავშირებული, ხო? ის არის ადამიანი, რომელიც დადის და ვთქვათ, ქადაგებს და ამ სიტყვას უამრავი ადამიანი უსმენს და უამრავი ადამიანი განიცდის, ისევე როგორც ორფეოსის. აი მე მინდა რომ წარმოიდგინოთ ის რა სად შეიძლება კულტურაში დავინახოთ ორფეოსი. ორფეოსი არ კულტურაში არის დავით მეფსალმუნე. დავით მეფე, იცით, რომელიც პირდაპირ დაკავშირებულია ქნართან, ეს ამ შემთხვევაში აპოლონის ბოძებული არ არის, ესეც ღმერთის ბოძებულია, მაგრამ რომელიც ადამიანისა, რომელიც შინაგანად უმღერის ღმერთს, პოეტთან. აი ამ მითის ექოებს, ვიფოს მეგობრებო, ჩვენ სხვადასხვა კულტურაში, სხვადასხვა ეპოქაში ხედავთ, გრძნობთ და აღმოვაჩენთ. თვითონ მიზეზი, რამაც მე მიბიძგა ამ თემაზე, რომ მესაუბრე და თქვენთან მესაუბრე, იყო ერთი უცნაური რამ. რამდენიმე რაც შემოვიდა YouTube, ნახე რამდენიმე არავის შეუწყო. არ მინდა არავის შეუწყო იყო და რამდენიმე პოეტის ჩანაწერი, სადაც YouTube-ზე იდება და უამრავი ადამიანი ნახულობს და უამრავ ადამიანს მოსწონს. პოეტური სტილი მეტყველების, ხო? პოეტური ენა, სტილი და გემოვნება, როდესაც ისინი წარმოთქვამენ ლექსს, მე არავის არაფერს არ უწუნებ. იმდენად შოკის მომგვრელი იყო და იმდენად უცხო, რომ მე ჩავთვალე საჭიროდ, რომ დაგვეწყო ყველაფერი თავიდან. დაგვეწყო ყველაფერი ორფეოსიდან და მოვსულიყავით დღევანდლამდე და გვეთქვა რა ხდება ჩვენ თავს. სწორედ იმ სივრცეში, რასაც პოეზია ქვია. რა არის პოეზია, საიდან მოდის პოეზია და რატომ შეიძლება დღეს პოეზია, როგორც დეკლამაცია, როგორც ცოცხალი სიტყვის წარმოთქმა, იყოს კრიმინალური ძველბიჭური, იყოს აგრესიული, მასში ამოვიცნოთ უბნის ძველბიჭები, რომლებიც ჩაცუცქულნი არიან და იფურთხებიან და აი ამ ხმებით, აი ამ ექოებით, ასე ვთქვათ, გაჯერდეს ჩვენი მედია სივრცე, ვირტუალური სივრცე და ამას ერქვეს დღეს პოეზია. ჩვენ კი არ უნდა დაუპირისპირდეთ რაიმეს ამ განსხვოთ, ან ვაკრიტიკოთ, არამედ ჩვენი მიზანია სწორედ წარმოვაჩინოთ პოეზიის ის სახე, რასაც ჩვენ თვლით, რომ ეს არის პოეზია. აი ძვირფასო მეგობრებო, მე ვეცდები სხვადასხვა ხმები მოვიტანო აქ
პოეტების. ორფიანელი პოეტებისა, რომლებიც ცოცხლად როგორც ორფეოსი დეკლამირებენ, გამოთქვამენ საკუთარ პოეზიას. და საინტერესო იქნება აქედან გამომდინარე დასკვნების გაკეთება. ჩვენ შეგვიძლია მოვისმინოთ ის ლექსებიც ესეც საინტერესო იქნება, რამაც, ასე ვთქვათ, გამოიწვია ინსპირაციები. ხანდახან ნეგატიური ინსპირაცია ძალიან მნიშვნელოვანია, ხო? ჩემი მეგობარი უყურებდა ხშირად ქართულ ესტრადას. თუ გამოჩნდებოდა უყურებდა, იმიტომ რომ შოკირებული ვერ წყდებოდა. მე მახსოვს ვკითხე, რატო იწვალებს? არა, მე მომწონს, ცოტა რაღაცა მაზოხისტური იყო ამაში. მე მომწონს ეს, მე მინდა ვუყურო ამას, თუ როგორ არ შეიძლება მოიქცერო, როგორ სადამდე შეიძლება ყველაფერი ეს მიიღოს, ხო? ხანდახან ნეგატიური ასე ვთქვათ, ინსპირაციები ჩვენ ვაიძულებენ, რომ რაღაცა პოზიტიური, რაღაც მნიშვნელოვანს მეტი ყურადღება დავუწევთ, ხო? როდესაც ხშირად ასე ვთქვათ, ნეგატივი ძალიან კონცენტრირებულია, მებრძოლია, წვდიადი, მებრძოლია, ბნელეთი კონცენტრირებულია ხშირად და ის, რასაც ჩვენ ვთვლით კარგად, რასაც მივიჩნევთ დადებითად, რასაც მივიჩნევთ სიკეთედ, ის გაფანტულია, ის პასიურია, ის არ არის მოძრაობა. ამიტომ ჩვენ ვცდილობთ, რომ პოეზია როგორც სიკეთე, მოვახდინოთ ამ პოეზიის ირგვლივ კონცენტრაცია ერთგვარი, ხო? აი ძვირფასო მეგობრებო, წარმოიდგინეთ ის, რაც ოდესღაც უწევთ, ეს აი ამის უნდა გჯეროდეს, ეს უნდა დავინახოთ, რომ ოდესღაც შეიძლებოდა პოეტს ემღერა და აი როგორც გახსოვთ ალბათ ну ვაჟაფშაველას გველის ჭამელი გვახსოვს. ну ხალხური თემები გვახსოვს, მინდიას თემა გვახსოვს ზოგადად, ხო? აქაც ორფეოსი ეს არის ძვირფასო მეგობრებო ლეგიტიმური მინდია. მინდია ეს არის არალეგიტიმური ორფეოსი. ანუ ეს არის წარმართი ქრისტიანულ სამყაროში. ეს არის ორფეოსი, დაგვიანებული ორფეოსი საქართველოში. მინდია. გველის მჭამელი. აქაც გველთან აქვს საკუთარი თუ დააგებთ, ხო? გველი ყველგან ფიგურირებს. იქ ცოლია, რომელიც ევრიდიკესგან განსხვავებით ყოფისკენ მოუწოდებს, ბავშვები აბიჟვინდნენ, ეუნებენ, შივრები ყავს, მიდი ესკენი, მიდი დაარღვიე ის რაც არ არის დასარღვევი, რაც იცის ორფეოს. აი თუ გვინდა რომ ჩვენ ვიგრძნოთ ჩვენს სივრცეში, ჩვენს კულტურულ სივრცეში, ჩვენს ასე ვთქვათ, ფოლკლორში, ეს არის გველის მჭამელი, ეს არის მინდია. თავისი დრამით, თავისი ტრაგიზმით. ოღონდ ბუნებრივია მეტამორფოზირებული, სახეცვლილი და არა, ასე ვთქვათ, კოპირებული პირდაპირ ისე. აი ეს პოლიფონია, ეს სამყაროს მრავალხმიანობა, ის რაც პოეტს უნდა ესმოდოს. პოეზია რა არის, ხო? აი წარმოგიდგენთ, ჩვენ ხედავთ მუდმივად საგნებს, ნივთებს, ფოთლებს, ტყეებს, მთებს, ღრუბლებს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. პოეზიის პრეტენზია იყო იმთავითი ორფიანული ტრადიციიდან გამომდინარე, აი საგნების შინაგანი მხარე. ის რაც მატერიალურად არ ჩანს. საგნების შინაგანი მხარე დაენახათ პოეტებს. ეგრძნოთ მათი ერთიანობა. ისე რომ ამ ერთიანობაში საკუთარი თავი არ დაეკავათ. ეგრძნოთ მათი ნიუანსებიც, ხო? მათი განსხვავებულობაც და ამავე დროს სამყაროს ერთობა. აი რუსთაველის ემით რო თქვათ, გვაქვს უთვალავი ფერით. პოეზიის ამბიცია ეს არის ცოცხალი სამყაროს შეგრძნება. არა მარტო პირადი სამყაროს, ეს მომწონს, ეს არ მინდა, ეს ჩემი გახდები ხო? ხო, ბოლოს პოეზია იქამდე მივიდა, რომ მხოლოდ ჩვენს ნებებს ესაუბრებს, მხოლოდ ჩვენს სურვილებს. მაგრამ აი ესეთი სწორედ ორფიანული ტრადიციიდან გამომდინარე, თუ ვიტყვით, პოეზიის ამბიცია, მისი თამასა იყო სამყაროს ხმის გაგება, მისი მრავალხმიანობის გაგება და გადმოტანა. ვისაც დაუწერია ლექსი, ალბათ დამეთანხმება, რომ რაღაც განუწყვეტლი, როდესაც ჩვენ გვეწერინება და თუ ასე ვთქვათ, თვალყურს მივადევნებთ აი ამ საწყის, რატომაც გვეწერინება, ნახავთ, რომ რაღაცა ხმის ეკოლალიებია ჩვენში. მუდმივად. რაღაცა ხმის ეკოები ისმის ჩვენში. როგორც აი ადამიანი წაიმღერებს რაღაცას, ხომ? წაიღიღინებს და თელი დღის განმავლობაში ვერ ეშვება ამ მელოს, ამ მელოდიას, ამ მელოდიურ, ასე ვთქვათ, ნახეს, ხო? აი შინაგანად ჩვენში რაღაცა სიტყვა ვიბრირებს, რაღაცა სიტყვების ლანდების მოდიან როგორც ეკოები, როგორც ანარეკლები, ხო?
მაგალითად გალაქტიონს კითხეს ერთ-ერთი ლექსი რატო დაწერო და წარმოიდგინეთ ამეკვიატაო ერთი რიტმი რომელსაც ვერ დავანებებ თავი ეს იყო სიტყვას ამბობს ბესოჟღელი სიტყვას ამბობს ბესოჟ ამბობს ჩვეულებრივი რამე შიგნიდან ესმოდა ეს რიტმი ხო აი ამ რიტმის აი როგორც იცით როგორ არის რომ აი არ გვანებებს თავს და მუდმივად დაძრწის ჩვენში ეს შინაგანი აი ძველი ბერძენი ადამიანი ამას ეძახდა ძვირფასო მუსას ოღონდ მასთან ეს ურთიერთობა უფრო გახსნილი იყო ჰომეროსი ამას ეძახდა მუზა მომიყევი მიმღერე იმის ხო ოდისეა როგორც იწყება მუზას უნდა მოეყოლა იმიტომ რომ მის პირად გამოცდილებაში არ იყო ის რაც მუზის ღმერთის გამოცდილებაში ღმერთს მეტი თვალსაწიერი, მეტი გამოცდილება, მეტი დრო ეპყრა ხელთ იმისათვის, რომ მას ოდისევსის შესახებ ცოდნა და რაიმე ვიდრე მაგალითად ჰომეროს. ამიტომ ჰომეროსი პირდაპირ მიმართავს მას, რომ ეს უმღეროს, ეს მოუყვეს, ეს უამბოს. და მერე ორფეოსმა ეს ყველაფერი, ორფეოსი კარგად იყოს, ჰომეროსმა ეს ყველაფერი ასევე როგორც ორფეოსმა ქნარზე, მუსიკალურ საკრავზე დაამღეროს და მოუყვეს ჩვენს. და ეს, როდესაც ჩვენ ამას ვკითხულობთ, ეს დღესაც ისმის. ეს სიმღერა დღესაც ისმის. ამ სიმღერის დრამას, ამ სიმღერის, ამ ტექსტის ქსოვილის გამჭოლ ჩვენ ვეხებით ამ პერსონაჟებს, ამ ადამიანებს ვეხებით ჩვენ. აქ ცხოვრობენ ისინი. აი ძვირფასო მეგობრებო, ანუ მე ისე თქმა მინდა, ეს არ არის, ანუ ეს მუზის ეკოლალიები, რომელიც ჩვენში ისმის, არ არის მხოლოდ ჩვენი პირადობა, თუმცა ჩვენ პირადობსაც მოიცავს. ბერძნული გადაკვეთ. დროთა განმავლობაში ადამიანი რაც უფრო ხედავთ მის ტექნიკურ განვითარებას, მის ტექნიკურ პროგრესს, ცივილიზაციას ხედავთ, რომ როგორ პროზაულდება ის. როგორ ჩამოდის მიწაზე, როგორ მყარად დგას, როგორ კონტურებს იძენს ის, რასაც ხედავს ადამიანი. ანუ რაც იყო მშვენიერი, რაც იყო მოძრავი, რასაც არ ქონდა ასეთი მკვეთრი ოთხკუთხა ფორმები და კონტურები სამყაროში. ადამიანისთვის ის ხდება საგნობრივი ხელშესახები, მკვდარი. აღარ არსებობს პერსეფონი, არსებობს ბუნება, არსებობს საგნები, აღარ არიან ეს ღმერთები. ღმერთებმა მიატოვეს ეს სამყარო და ეს სამყარო არის პირდაპირ ჩვენს თვალწინ, რომელსაც მოვიხმართ, ვიყურებთ კონსიუმერულად. ჩვენი მენტალობა, ჩვენი დამოკიდებულება საგნებისადმი, სამყაროსადმი გახდა ძალიან მშრალი, ძალიან პროზაული, არაპოეტური. და ბუნებრივად მატერიალურ, ჩამოვიდეთ მატერიალურ პლანში, მატერიალურ სამყაროში. და მაგრამ ამას მეორე ისაა, რომ ჩვენ მოვიპოვეთ ჩვენი პირადი ხმა. ჩვენ გაგვიჩნდა ის, რაც ემანსიპირებს, რაც გამოეყოფა, რაც, ასე ვთქვათ, თვითკმარობს, თვითობს სამყაროში. ჩვენ თვითონ გავხდით. ჩვენი დამოუკიდებლობის ხარისხი და თავისუფლების ხარისხი ბევრად მეტია, ვიდრე ძველი ადამიანის. ვიდრე იგივე ძველი ბერძენი ადამიანისა, რომელიც ხედავდა ღმერთებს. ღმერთების მხილველი ადამიანი წარმართული გაგებით. ამ ხილვის ზემოქმედება, ამ სამყაროსთან ურთიერთობის ზემოქმედება იმდენად დიდია, რომ აქ ჩვენ შეუძლებელია ვილაპარაკოთ თავისუფლებას. სწორედ თავისუფლება ღვთაებრივისგან მოწყვეტას გულისხმობს. ანუ ჩვენი თავისუფლება შეუძლებელია ამ მოწყვეტის გარეშე. აი როგორც ბავშვი წყდება დედას ჭიპლარით, აქედან შეგვიძლია ვილაპარაკოთ მის თქვათ პიროვნულ საწყისებზე, ხო? მის ადამიანზე, როგორც მის დასაწყისს. პირდაპირ მნიშვნელობით. ხო ის დამოუკიდებელი, ის თავისუფალი მას თავისი კვებაჭი. აი ესე ხო, როდესაც ამ ძველ მითოსურ სამყაროს ჭიპლარს წყდება ადამიანი, ის ნელ-ნელა, თვითონ მეგობრებო, შემოდის მატერიაში. და ევრიდიკე, ეს მშვენიერი ევრიდიკე, ეს ნიმფა, ეს ტყის სული სხვა არაფერია თუ არა, ჩვენი ფანტაზია, ჩვენი წარმოდგენა, სამყაროსადმი ჩვენი დამოკიდებულება. ჩვენი აღქმები სამყაროსადმი. და აი ამ მითში ნაწინასწარმეტყველებია, რომ ეს ჩვენ ამ აღქმებს კარგავთ. ეს აღქმები კარგია, ეს აღქმები მიწდება. მიწდება კი არა, მიწის ქვემოთ ჰადესში ჩადის. ჩვენი მშვენიერი სამყაროს აღქმები. სამყაროს მშვენიერი აღქმები. აი ეს არის ევრიდიკე. პოეტი უბედურია, პოეტი თავს კარგავს თუ ესეთი აღარ არის მისთვის სამყარო.
ის ჰადესშიც უნდა ჩავიდეს, რომ გამოიხსნას თავისი აღქმები უნდა გამოიხსნას თვითონ. თავისი შინაგანი სამყარო უნდა გამოიხსნას. ის კარგავს ამ აღქმებს და კარგავს თავს, როგორც იოანე ნათლისმცემელი. და ძვირფას მეგობრებო, უამრავი ფერწერული ტილოა სხვათა შორის და ძველი ტრადიციაზე სამნებრი, სადაც სწორედ ამ ლირაზე არის დასვენებული ორფეოსის თავი. რა არის ეს აპოლონის ლირა თუ არა სწორედ ჩვენი სამყაროს აღქმის, სამყაროს ჰარმონიული აღქმის, სამყაროს სრულფასოვანი აღქმის ინსტრუმენტი. ეს არის ჩვენი შეგრძნებები, ხო? ჰარმონიული შეგრძნებები. იქ არის უამრავი რამე, რომ ის იყო 7 სიმიანი და გახადა მან ეს დიდი მასტერი იყო, დიდი ოსტატი იყო ამავე დროს. ორფეოსი მან გახადა ეს 7 სიმიანი 9 სიმიანად და ასე შემდეგ. ანუ ეს არის ჩვენი აღქმის შეგრძნების სიმები, ეს ჩვენ ხო ინსტრუმენტი ვართ. ეს ლექსი ძალიან ის არის ციტირებ ამ ლექსს, რაინერ მარია რილკეს ლექსი, რომელსაც ქვია ჭვრეტა, სადაც აი ასეთი პატარა შინაარსია, რომ თუ ახლა მთელი ლექსი რო ავთქვათ, ქართულად არ არის ამის თარგმნილი, სადაც პოეზია ეს არის ძველი აღთქმის ათლეტსა და ძველაღთქმისეული მთავარანგელოზის ორთაბრძოლა. სადაც მთავარანგელოზი როგორც მაღალი მეხსიერება, მეტი მეხსიერება. მთავარანგელოზი რა არის, ხო? ის წინამძღოლია ერების, ეპოქების, ქვეყნების. ერთი ადამიანის კი არა, ჩვენ მთავარი ანგელოზები გვყავს, ძველი ცოდნით, ხო? არამედ დიდი ეპოქების, ანუ დიდი ეპოქები ერთად რო შეიკრიბებიან და იტყვიან, მაგალითად, ეგვიპტის დიდ კულტურას რო შევხედავთ და ამ კულტურის შესახებ ჩვენ მსჯელობას ვაწარმოებთ და ვიტყვით თუ როგორია ძველი ეგვიპტე, მთელი თავისი სისავსით. აი ეს ჩვენი დასკვნა შეიძლება იყოს, ასე ვთქვათ, აქ შეიძლება შევეხოთ მაგალითად ეგვიპტის მთავარანგელოზს. აი როგორი იყო ეგვიპტის სული. ძველი ეგვიპტის, ასე ვთქვათ, მთავარანგელოზი, თუ შეიძლება ასე. აი, ეხლა ცოტა გავართულე, მაგრამ რილკეს ლექსში მთავარანგელოზი, ეს დიდი მეხსიერება, ეს დიდი რანგი და ადამიანი, მაგრამ ძლიერი, რომელსაც სულს განუხრთობა, აი მათი ორთაბრძოლაა პოეზია. ძვირფასო მეგობრებო, და პოეზია მხოლოდ მაშინ არის რილკეს აზრით პოეზია, როდესაც ადამიანი მარცხდება. შეუძლებელია ჩვენმა ვნებებმა, ჩვენმა პიროვნულმა გაიმარჯვოს მთავარანგელოზი. დამარცხებული ადამიანი და გამარჯვებული ადამიანი ეს არის ის, რასაც ქვია რილკეს გაგებით პოეზია. აი ამ დამარცხებულ ადამიანს, როგორც ლირას, მოდრეკს მთავარანგელოზი და თავისი გამარჯვების ჰიმნს უკრავს. და ესეთი ასე ვთქვათ, უმოწყალო ლექსია ადამიანის მიმართ დაწერილი რილკეს მიერ და რილკე ამბობს, რომ ღმერთმა დაგვიფაროს, რომ ადამიანმა თავისი პატარ-პატარა ვნებებით აჯობოს მთავარანგელოზს. აი მე რასაც უსმენდი, მაგალითად, და რასაც უსმენდა, რითაც სავსეა ჩვენი სოციალური ცელებითაც, ეხლა ყველა ქართველი პოეტია, ეს არის ადამიანების სრული გამარჯვება მთავარანგელოზს. სრული მარცხი, ასე ვთქვათ, რაღაც მაღალისა, რაღაც მნიშვნელოვანისა, რაღაც დიდი მეხსიერებისა, სადაც ჩვენი პატარა უბნური რაღაცა ფუჩური პირად გამოცდილებაზე, მხოლოდ პატარ-პატარა გამოცდილებაზე დამყარებული იმარჯვებს საკაცობრიობას. რაღაც დიდზე, რაღაც უფრო მნიშვნელოვანს. და მუდმივად, ასე ვთქვათ, გვესმის ეს პირადული ხმა. მაგრამ თუმცა ესე ნეგატიური, მარტო ასეთ ნეგატიურადაც არ არის საქმე. ერთხელ მახსოვს ჩემს სტუდენტობის დროს წიგნი იყო 70-იან წლებში გამოსული სტუდენტობის დროს კურსოვი მიყვარდა ეს წიგნი და იყო სიყვარულის წიგნი ასე იყო. და რაც უფრო ძვირფასო მეგობრებო მოდიხარ 60-იანებში, 70-იანებში, 80-იანებში ბევრი კარგი, მაგრამ ძალიან პატარავდება, კამერული ხდება ეს ხმა, ადამიანის ხმა. რაც უფრო უკან მიდიხარ, უფრო ასე ვთქვათ, აი ხა კამერა გვიღებს, ხო? ანუ მასშტაბი უფრო დიდი. როგორ ვეძახით ხო ეხლა რუსული სლენგია სამწუხაროდ, რა ქვია, სხვილი ხედი და ფართო ხედი, ხო? რაც უფრო წარსულში მივდივართ, თუ პოეზიას შევხედავთ როგორც კინემატოგრაფიული სახით, და ძალიან ფართო ხედებთ. რაც უფრო ახლოს მოვდივართ, მით უფრო ეს მიკრო ხდება. ეს ცუდი არ არის, ეს ბუნებრივი პროცესია.
ადამიანი თავისუფალი და დამოუკიდებელი ხდება და მისი პირადი, ასე ვთქვათ, ობიექტივიდან ხედავთ ჩვენ სამყაროს. და უფრო და უფრო პირადულდება ეს ობიექტივი. მისი ხედვის არეალი, ხო? მაგრამ ხანდახან ამის ნეგატიური მაგალითებია, მაგალითად ამ პოეზიის წიგნს რო ფუსავდი მუდმივად იმიტომ რომ შენ საღამოს ჩემ ქუჩაზე არ ჩაიარე და რატო არ ჩაიარე შენ ჩემ ქუჩაზე მეწუდა თავარი ხა შენ ჩემ ქუჩაზე არ ჩაიარე და სადახარ გულმო და რაღაცა მიყვარხარ და დედა შენს რა უთხარი და მამა ჩემს რა უთხრა და ხოიცით როგორი ლექსი ქართული ლექსები პირადული ისეთია რა ქვია წაგი წამო რაღაც სიმღერებისა ხო წაგიყვანო სახლში დედა გავახარო ხო გოგოს ეუბნება ხო სიმღერაც წამო დედა გავახარო არის ესეთი ლექსი საღამოს ჩემთან მოდი და იქ და ერთი მაგაცნინეება ხო და მარტო ერთი კოცნამი არ გეგონოს შენთვის ხვდებით ან საოცარი ლექსია გეხარა და ნუ გონია ცოლს დავტოვებ და შენ გამოგე ხო ეხა ეს ორფიანული გაგებით ეს არის საოცრები ეს არის აი სწორედ ის რაც ბაქხანკებს სურთ რაც მენადების ასე ვთქვათ ეს არის მენადების გამარჯვება და აი უცებ ერთხელ მაგალითად მახსოვს რომ ეს ვკითხულობდი და ერთხელ რაღაცა ძალიან დიდი აი ხოჭი დახუთულ კლაუსტროფობილ გარემოში ფუნქცია ფანჯრები გაიღება და რაღაცა დაუბერავს რაღაცა ჰაერი შემოვა ჟანგბად შემოვა სინათლე შემოვა და უცებ მახსოვს რომ სულ სხვა ეს ლექსი ყველა მისით მაგრამ მეც ვიცოდი მაგრამ იმ მომენტში სულ სხვანაირად გამოჩნდა იმიტომ რომ ამ ანთოლოგიაში სიყვარულიც გადავშეთ გალაქტიკა ახეთ ხეთ შეხედეთ უსიყვარულოთ მზე არს უფლოს ის კამარაზე სიო არ აკრთის ტყე არ კრთება სასი ხარულით უსიყვარულოთ არ არსებობს არც სილამაზე თვით უკდავებას არ არსებობს უსიყვარულოთ იმიტომ კი არა თავისუფლად აი ამ კლაუსტროფობიული სივრციდან, რომელიც 80-იანი წლების ქართულ პოეზიაში როგორც წუწუნი, აგაბრაზი და ბნება, სურვილი, ძალიან ეგოიზირებული, ძალიან მარტივი, რომელიც პრიმიტიულია, უცებ აი ეს ზედხედი, ეს დიდი ხედი, სადაც არ იკარგება სამყარო, სადაც არ იკარგება ადამიანი, აი ამ ორფიანულ ლანდშაფტებს შლის. ორფიანულ ლანდშაფტებში შეუძლებელი არ არსებობდეს სიყვარული. ყველაფერი სიყვარულის გარშემო. და ჩანს ძვირფასო მეგობრებო აი ხა ეს შედარება მომივიდა აი ის საბერძნეთში ყოფილ ხართ ან საქართველოშიც არის ზეთისხილის ფოთლები სხვა ფერია და ქალი რო დაუბერავს მისი უკანა მხარე ვერცხლისფერი სხვა ფერი ტირიფებსაც აქვს ეს სხვა ანუ ფოთლის ზედაპირი სხვა და ქალი რო დაუბერავს და აი ამ ვერცხლისფერ შიდა მხარეს ამოაბრუნებს ცოტა ხნით წამით და ჩვენ ხედავთ იმ შიდა მხარეს რომელსაც არ არის მიშვებული თორე. აი ძირფასო მეგობრებო, პოეზიის შინაარსის, პოეზიის დანიშნულება ორფიანული გაგებით ის კი არ იყო რომ მხოლოდ ჩვენი სურვილების, ასე ვთქვათ, კონსუმერულ მომსახურებაში მოგვეძებნა პოეზია და დავკმაყოფილებული ვიყავთ. არამედ სამყაროს აი ეს შიდა მხარეები დაინახა. აი ამ ნიავს, ამ პოეტურ ნიავს ამოეტრიალებინა ის რაც ზედაპირზე დევს და დაგვენახა ის შიდა მხარე რომელიც სამყაროს აქვს ჭეშმარიტად აქვს ჩვენ გვაქვს თითოეულ ჩვენთაგანს გვაქვს და ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევა პოეზიის რაც არ უნდა ვილაპარაკოთ რაც არ უნდა ვთქვათ რომ ადამიანი შეიცვალა ადამიანი სხვანაირი გახდა რასაკვირველი ადამიანი შეიცვალა რასაკვირველია ყველაფერი განვითარებაშია ყველაფერი დინამიკაშია მაგრამ არის რაღაც რასაც თვისებები გემო შინაარსი შეიძლება იგივე ჰქონდეს არ დაკარგოს აი ძირფასო მეგობრებო ხანდახან არ მინდა ჩამოთვალოთ პათეტიკაში ხანდახან მთელი სამყარო აი ეს გაჩუმებული ჩვენი ვნებებით გაჩუმებული სამყარო სადაც ჩვენ თავისუფალნი ვართ სადაც ჩვენ დამოუკიდებელი ვართ სადაც ჩვენ ძლიერები ვართ, სადაც სამყარო ვეღარ ზემოქმედებს ჩვენზე. ხანდახან ის სამყარო, რომელიც გაჩუმებული, მიჩუმებული და ყრინტს ვერ იღებს, ხანდახან ეს სამყარო ირჩევს რომელი პოეტს, რომლის სახითაც ის ავლენს თავის შინაგან მიჩუმათებულ ხმებს.
ჩუმათობებულ ფერებს, რომელსაც ჩვენ ვეღარ ვხედავთ. და ამიტომაც გვიყვარს ესე პოეზია. ამიტომაც ყავს ჩვენი საყვარელი პოეტები, რადგან მხოლოდ მათ კი არ ვეხებთ, არამედ მათ გამჭოლ ვეხებთ რაღაც ისეც, რომელიც მოგვენატყვა, რომელიც ბუნებრივია, რომელიც ნამდვილია, რომელსაც ხმაც აქვს, ფერიც აქვს, სულიც აქვს, რომელიც ასე იოლად მოსახელთებელი არის. და ხანდახან ფიქრობ, რომ სწორედ ის, რასაც ქვია მუზა, მთლიანად მთელი სამყაროა, რომელიც ჩურჩულებს დიდ პოეტებში და შეუძლებელია, რომ ჩვენ არ ვიგრძნოთ ისეთ პოეტებში, როგორც არის გალაქტიონი, როგორც არის ვაჟა, როგორც არის რილკე, როგორც არის ბროდსკი, როგორც არის ანა ახმატოვა, აი ეს ჩურჩული არ ვიგრძნოთ ძალიან მაღალი არსებების, სადაც მათ კი არ დაამარცხეს და დაკუსწრეს, ასე ვთქვათ, ეს ხმა, ეს მშვენიერი ხმა, არამედ სადაც მათ დაიუნჯეს თავისი შინაგანი და მოусმინეს ამ ხმებს, რომელიც მუდმივად ცდილობს ჩვენში შემოსვლას და მე მინდა რომ აი ეს ციკლი ამით დავიწყო, მოусმინოთ ამ ხმებს. მოусმინოთ ამ ხმებს, როდესაც პოეტები თავად კითხულობენ თავად ლექსებს, იმიტომ რომ ეს არის ცოცხალი პროცესი. შემდეგ შეხვედრაზე მე რამდენიმე ჩანაწერს მოვიტან და ჩვენ შეგვეძლება ვნახოთ აი ეს ხმა. როგორი არის ეს ხმა? ძალიან უცნაური. ძალიან საინტერესო ყველა პოეტში, მაგრამ განსხვავებული, მაგრამ მათ აქვთ რაღაც საერთო. რა არის ეს საერთო? დღეს ამას ვერ ვიტყვით, მაგრამ ჩვენი შეხვედრების მანძილზე ჩვენ ვეცდებით, რომ რაღაცეები მაინც ვთქვათ, ვივარაუდოთ იმის შესახებ, თუ რა არის ეს. ვინ არის ეს. მადლობა და მომავალ შაბათს.